ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მოგესალმებით ყველას და ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პროგრამის საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის ამ პროგრამის ფარგლებში გავმართო შეხვედრა თქვენთან და გესაუბროთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და გაგაცნოთ ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა. მე მოკლედ შევეხები ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას და შემდეგ რასაკვირველია მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. ევროკავშირში ინტეგრაცია გახლავთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი და საქართველოს ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განუხრელად მისდევს ამ კურსს. ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით მთავარი პრიორიტეტია ვილნიუსის სამიტისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება. ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს, რომელსაც თვისობრივად ახალ დონეზე აღყავს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები. შეიცავს ევროკავშირში ინტეგრაციის მძლავრ მექანიზმებს და ფაქტობრივად შეუქცევად ხდის ქვეყნის ევროპიზაციის პროცესს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის კომპონენტი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. დღეისათვის სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო აგრეთვე იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩარჩო შეთანხმებაზე, რათა საქართველოს მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში. ჩვენ უკვე ღიად განვაცხადეთ მზაობა მალიში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილეობაზე. ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. მოგეხსენებათ, რომ განხორციელდა ჩემი ოფიციალური ვიზიტები ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ასევე სტუმრობდნენ ევროპის სახელმწიფოების არაერთი მაღალი დონის ოფიციალური პირები. ევროპელი კოლეგები ყოველი შეხვედრისას ყველა დონეზე გამოხატავენ საქართველოს ევროპული კურსის ურყევ მხარდაჭერას და მიესალმებიან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესს. ასევე ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების დროს ვიყენებდი ყველა შესაძლებლობას და აქტიურად ხვდებოდი ანალიტიკური კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებს. რადგან ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია დიალოგი ევროპის პოლიტიკურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ევროკავშირთან დაახლოების გვერდიგვერდ ჩვენი საგარეო კურსის მთავარ პრიორიტეტად რჩება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა ძალიან დინამიურია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაღრმავდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი. ნატო-საქართველოს ურთიერთობის მიმართულებით 2013 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც შედგება მიმდინარე წლის ივნისში. გარდა ამისა, თქვენ ალბათ ყველა მიცით, რომ დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მართავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად შვეიცარიის კონფედერაციის მონაწილეობით. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. ალიანსს წარადგინა საქართველოს 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც მოწონებული იქნა პარტნიორების მიერ. მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტი გაიმართა სწორედ ბრიუსელში, სადაც მონაწილეობა მივიღე ნატოს მინისტერიალში, კერძოდ ISAF-ის შეხვედრაში. სხვათა შორის ეს იყო ჩემი უკვე მეორე მონაწილეობა ISAF-ის შეხვედრაში ამ ფორმატში. აქ კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში
და ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ მონაწილეობა ავღანეთში ნატოს ახალ საწვრთნელ მისიაში, რომელიც დაიწყება 2014 წლის შემდეგ. ბრიუსელში ვიზიტისას გამოვყოფდი აგრეთვე შეხვედრა 3+4 ფორმატში, რომლის ფარგლებშიც თურქეთის, რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ნატოს ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს 4 ქვეყანა არის ბოსნია, ჰერცეგოვინა, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია და მონტენეგრო საქართველოსთან ერთად. ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ეს იყო 4 ასპირანტი ქვეყნის პირველი შეხვედრა ამ ფორმატით და იგი რეგულარულ ხასიათს მიიღებს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში შედგა ჩემი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან. და ალბათ იცით ისიც, რომ 2012 წელს მე უკვე მქონდა შესაძლებლობა ვაშინგტონში შევხვედროდი მის წინამორბედს ქალბატონ ჰილარი კლინტონს. ჯონ კერისთან ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც ეხება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებს. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დახმარების კუთხით, რაც მისი მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე იქნა შეფასებული. სახელმწიფო მდივანმა სიამოვნებით მიიღო ჩემი მოწვევა და დამპირდა, რომ საქართველოს ესტუმრება ვიზიტით. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის მთავარ ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ნოემბრიდან დღემდე ქარტიის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა 4 შეხვედრა. მათ შორის ბოლო დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეფასდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და ყოვლის მომცველი. ეს შეხვედრა გაიმართა 12 აპრილს. ამჟამად მუშაობთ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე წლის ზაფხულში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული კომისიის ჩატარების საკითხზე. აქვე მსურს აღნიშნო, რომ 15 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ და ვფიქრობ, რომ მისი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში ძალიან წარმატებული იქნება. ვსაუბრობთ რა ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილთან ჩვენს თანამშრომლობაზე, აქვე მინდა შევეხო კანადასთან 18-19 აპრილს შემდგარ ჩემს ვიზიტს. ეს იყო ოფიციალური ვიზიტი და ეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში გახდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი. კანადა ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტუალურია კანადის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ახალი ხელისუფლება მოგეხსენებათ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას და მათ კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც აისახა ამ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაში. აღნიშნული ვიზიტების დროს გამოიხატა მზაობა კიდევ უფრო გამტკიცდეს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობა ყველა მიმართულებით. რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით გამოვყოფდი 28 მარტს ბათუმში ქართული მხარის ორგანიზებით გამართულ სამხრივ შეხვედრას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აზერბაიჯანისა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს და ასევე იცით ალბათ, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა სუამის თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ამ ორგანიზაციაში დასახული პრიორიტეტების შესრულებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაისახა რუსეთთან ურთიერთობების განახლება. არსებობს რუსეთთან ურთიერთობის ორი ფორმატი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ორმხრივი დიალოგის ახალი არხი, რომელსაც კარასინ აბაშიძის შეხვედრებს ვუწოდებთ. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ ფორმატს. კონფლიქტების, დეოკუპაციისა და დევნილთა საკითხებზე მნიშვნელოვანია მუშაობა გაეროს მიმართულებით.
მიმდინარე წლის ივნისში 77 სესიის ფარგლებში დაგეგმილია ლტოლვილთა შესახებ გენერალური ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრა. გრძელდება თანმიმდევრული მუშაობა მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. მიმდინარე წლის 10-14 ივნისს საქართველოს ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხზე გაერო სპეციალური მომხსენებელი ბატონი ჩალოკა ბეიანი. მას ექნება საშუალება ადგილზე შეისწავლოს ვითარება და შემდგომ ამ თემაზე დეტალურ მოხსენებას წარუდგენს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. მინდა ამ კონტექსტში ხაზი გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის IUMM-ის საქმიანობას და მის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად კვლავ რჩება თანამშრომლობის გაღრმავება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებთან, რაც გამოიხატება მაღალი დონის ვიზიტებში, აგრეთვე პოლიტიკურ კონსულტაციებში. ჩატარდა კონსულტაციები ისრაელის სახელმწიფოსთან და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები. გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები და ორმხრივი კონსულტაციები აზიის რეგიონისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ურთიერთობების გაღრმავებას ბრაზილიასთან, სადაც ასევე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით. საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ ფორმატებში. საქართველომ დამკვირვებლის სტატუსით პირველად მიიღო მონაწილეობა აფრიკის კავშირის სამიტში, სადაც გაიმართა 30-მდე შეხვედრა აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოთა დელეგაციებთან. ასევე გასულ თვეს კაიროში პირველად გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან. აღნიშნულ რეგიონებთან ურთიერთობების განვითარება ორმხრივი თანამშრომლობის გარდა მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისა და არ აღიარების პოლიტიკის ეფექტური წარმოებისათვის. ამ კონტექსტში საქართველო აგრძელებს დიპლომატიური დაფარვის არეალის ზრდას. უკვე გაიხსნა საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში, ხოლო მიმდინარე წელს გეგმავთ საელჩოების გახსნას საუდის არაბეთსა და მალაიზიაში. აგრეთვე ბოლო პუნქტი, რომელსაც მინდა შევეხო, საქართველოს ჯერაც არ აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა 14 სახელმწიფოსთან და ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებითაც. ეს იყო ის, რისი თქმაც მე მინდოდა თქვენთვის მოკლედ. მე მესმის, რომ ყველა ეს საკითხი არის ძალიან ღრმა, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ალბათ თქვენი შეკითხვებით კიდევ უფრო გააღრმავებთ ამ თემებს. დიდი მადლობა, სიამოვნებით ვუპასუხებ ახლა თქვენ შეკითხვებს.